სათქმელი. აი, სათქმელის გარშე ძალიან ტუტუცი უნდა იყოს მსახიობი, რომ გამოხვიდე მაყურებლის წინაშე. სათქმელის გარშე, რატომ თამაშობ ამ პატარა ეპიზოდს? რატომ ამბობ ამას, რომ გზაზე ნისლი ამიცურდა? რატომ ამბობ ამას, თუ არა გაქვს შენ სათქმელი? დასაჯელია ეს მსახიობი. კარგად თამაშობენ ბევრნი, ხო? აი პლასტიკა, კარგი ხმა, ყველაფერი კარგი, გარეგნობაც აქვს, არ არის ეს გადამწყვეტი, მე თუ მკითხავ. ნამდვილად. სულ არ ქონდა ისეთი გადასარევი გარეგნობა, არც იპოლიტე ხვიჩიას, არც კარლოს აკალანდელიძეს, მაგრამ გამოვიდოდნენ და გადამწყვეტი არც ერთ საკითხში არ არის ეს, მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან, მხოლოდ ვიზუალი. ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერებაა და თავარი სათქმელი არის სულიერება. რა გინდა, რას ამბობ ამეთი კაცო, რა გინდა ამ თაწმენდის თვარეში, რას ამბობ, რა გინდა. რა და რომ გალაქტიონი გადმოხდა მეოთხე სართულიდან. აი მას ვამბობ. და იქამდე რომ ნახა ეს ყველაფერი. და მზათა ვარო და რომ მეფე ვარო. 27 წლის იყო მაშინ ეს რო დაწერა და იმის შემდეგ კიდე იცხოვრა 40 წელი. მაგრამ იმან ხო არ იცოდა როგორ მოკვდებოდა. მე ვიცი. ამიტომ მე ვალდებული ვარ ის მთელი პარტიტურა გავაკეთო თაწმენდის თვარეში. როგორ მივიდა აქამდე ეს სამყარო რო შეიცრო თვარე, მაგრამ აკაკი აქ ბარათაშვილი წევს, მეც აქ ვიქნები, გეფიცებით, სიმღერით ვკვდები, კი არ გავმოროტებულ ვარო, სიმღერით ვკვდები, ეს არის ეს ფრაზა. და რა სიმღერით ვკვდები, ასე ვკვდებოდა. არა. ხო, სიმღერით ვკვდები, ამოსახსნელია, რომ მე არ გავმოროტებულ ვარო. უამრავი ტკივილი და რა არ მიაყენეს გალაქტიონ ტავიზეს ოჯახის წევრებმაც და პოეტებმაც და ყველა, მაგრამ ხალხს უყვარდა. და მის გასვენებაში ეს დამტკიცდა. რა იყო? ამას ვერ მოატყუებ ადამიანებს, მაყურებლებს. რა ხარ? ვინა ხარ? რა გაგივლი? ახლა ნაკლი ყველას გალაქტიონი ძალიან რთული ასატანი კაცი იყო, მაგრამ თუ ხარ ღვთისმიერი ადამიანი, აპატია ის რაღაც უბედურება და თაწმენდის თვარე რო დაწერა და ლურჯად ცხენები იქ მიდი ის დაინახე იმ გალაქტიონში. არაო კაცო, ეს რა ლექსებიაო, რაღაცაო, იქიდან მოპარული, აქედან ისი მომპარა გალაქტიონი, სტანა განათლებული კაცი, არც ერთი პოეტი არის.